დიახ, მას შემდეგ რაც ადვოკატებმა გვიან ღამით თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქე მოინახულეს, მათ გამოიტანეს ინფორმაცია და საუბრობენ იმ სისასტიკეზე და იმ არაპროპორციულ ძალაზე, რაც გამოიყენეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვიცით, რომ დაკავებულთა შორის არიან რეჟისორები და მსახიობები, საუბარია გურამ მაცხონაშვილზე და მარიამ პაიჭაძეზე, როგორც მათი მეგობრები, ცნობილი რეჟისორი დათა თავაძეც ავრცელებს ინფორმაციას გურამ მაცხონაშვილს კეფაში სასტიკად რამდენჯერმე ჩაარტყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ამავე ინფორმაციას ადასტურებს და ავრცელებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებიც და ადვოკატებიც, რადგან სწორედ სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს დაკავებულთა ნაწილს და ისინიც ამბობენ, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ გურამ მაცხონაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უთხრა, რომ მას მობილური თან არ ჰქონდა, ამის გამო რამდენჯერმე ჩაარტყეს კეფაში და სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არ დაუჯერეს, რომ მას ტელეფონი ნამდვილად არ ჰქონდა თან და სწორედ ამ ძალადობით ეცადეს, რომ მეტი ინფორმაცია გაეგოთ გურამ მაცხონაშვილისგან. ადვოკატები საუბრობენ იმ არაპროპორციულ ძალაზე, რაც იქნა გუშინ გამოყენებული როგორც დაკავების დროს, ასევე მისი განყოფილებაში გადაყვანის დროსაც, ასევე საუბარია იმაზეც, რომ ისინი ახორციელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ, თმაში ქაჩავდნენ იმ ადამიანებს და გოგონებს, ვინც დააკავეს გუშინ თემქის პოლიციასთანაც. ასევე ამავე ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი ადვოკატიც თორნიკე ართქმელაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა გუშინ დიღმის იზოლატორში. მოინახულა მან მათი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებმაც უთხრეს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა დამცინავი განცხადებები ისმოდა პოლიციის წარმომადგენლებისგან დაკავებულთა მისამართით და ასევე მოითხოვდნენ ისინი არაკანონიერად მათი მობილური ტელეფონების გახსნას, კოდების გაგებას, რომ მათი პირადი ინფორმაცია წაეკითხათ და როგორც უფლებადამცველები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ამის უფლება არ აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ აქციაზე იმყოფებოდნენ და უბრალოდ ნიღაბი ეკეთათ, სწორედ ამ ნიღბის ტარების გამო დააკავეს ჯერ სასტიკად არაპროპორციული დააკავების მექანიზმები გამოიყენეს და შემდეგ უკვე სასტიკადაც გაუსწორდნენ განყოფილებაში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ნიღაბი ეკეთათ აქციაზე და როგორც უფლებადამცველები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მსგავსი არაპროპორციული ძალების გამოყენების უფლება არ აქვთ. დაკავების დროს ადგილი ჰქონდა არაპროპორციული და არასაჭირო ძალის გამოყენებას, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგობას რეალურად არავინ უწევდა. თითოეულ მათგანს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, თუმცა ჩვენ ვნახეთ ცალსახად და ადასტურებენ ისინიც, რომ არ იყო იმ სახის და იმ პროპორციის ძალის გამოყენება საჭირო დაკავების დროს. მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლებს, რომ ენახათ როგორც ჩანს ან მიმოწერა, ან პირადი ინფორმაცია. ამის უფლება არ აქვს პოლიციას. ტელეფონი წაართვან და პაროლი მითხრა, რომ რაღაცები დავათვალიერო, ეს არის კანონდარღვევა და რასაც მასიურად ჰქონდა ასევე ადგილი. სიტყვიერ შეურაცხყოფა იყო დამცინავი დამოკიდებულება. ბრალდება კი არის ერთადერთი, რომ ჰქონდათ პირბადე და სახე ჰქონდათ დაფარული და როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ეს უკვე სერიოზულ კრიმინალად აღიქვება, რომ სიცივეში ადამიანებს ჰქონდეთ სახე დაფარული. დაკავებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარმოუდგინა მათ. ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას. სწორედ ამ პროცესში არიჯერებდნენ, რომ გურამ მაცხონაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი თან და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ეს ყველაფერი პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა. მანამდე პოლიციის განყოფილებაში ყვანის დროს სონა კალანდაძეს აგინეს და თმით მოკაჩეს მარიამ პაიჭაძეც. ასევე მინდა მაყურებელს შევახსენო ის ფაქტი, რომ ამ დაკავებულების უფლებები დაირღვა გუშინ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები დააკავეს და თითქმის 4 საათის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს, თუ სად ჰყავდათ გადაყვანილი და შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანების ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებდნენ და მათ ოჯახის წევრებს და ადვოკატებს იზოლატორ მოუწიათ სიარული იმისთვის, რომ გაეგოთ თუ სად იმყოფებოდნენ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეგობრები და ნათესავები, ასევე ოჯახის წევრებიც საუბრობდნენ, გუშინ იმყოფებოდნენ დიღმის იზოლატორთან და ამბობენ იმას, რომ ეს არის დაშინების მცდელობა და უნდა ახლა ხელისუფლებას და შესაბამისად მათ ომონად ქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ეს ადამიანები დააშინონ და ისინი აღარ გამოვიდნენ აქციაზე და არ გააპროტესტონ ის გადაწყვეტილებები, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად იღებენ.
ზარის გახორციელების უფლება ალბათ არ მისცეს, თორე აუცილებლად დამირეკავდა ჩემი შვილი, არც დაურეკავთ 4, ანუ მეტი საათიც, რა ვიცი, რამდენი საათი ვისხედით და საერთოდ არ ვიცოდით, სად არიან. ძალის გამოყენებით, ანუ აი, რა ვიცი, ხეცები არიან, ადამიანები არ არიან, არ ვიცი. დღეს პირბადის გამო დაიჭირეს, ხო, ეს 6 ადამიანი აქციაზე პირბადეს რო ატარებდნენ. პირბადის გამო კი არა, შეიძლება Facebook-ზე რაღაც პოსტის დალაიქების გამოც დაიჭირო. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებთ, იცოდეთ რა. ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში. დამალეს გაიტაცეს შეულებად ადამიანები, იქ ადგილზე პოლიციას ვკითხეთ და არაფერი არ გვითხრეს და იმ მანქანამ რომელმაც გადაიყვანა, იმას ვკითხეთ და უბრალოდ ფანჯარა ამოწია და წავიდნენ. მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ და უხაროდათ და იღიმოდნენ ამ დაკავებების გამო. დასჯის გამო დააკავეს და იმის გამო დააკავეს, რომ განამტკიცონ ეს რეპრესიები, რაც დაიწყეს რა და მხოლოდ უარესი შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, რაც ლოგიკურია და რაც ხდება უკვე 50 დღეზე მეტი არის პროტესტი მიმდინარეობს. მიღბის ტარების გამო დაკავებული 6 მოქალაქე ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება, როგორც ადვოკატები ამბობენ, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი დაკავების წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნის 48 საათს სრულად გამოიყენებს და სავარაუდოდ მათი პროცესი უკვე ხვალ ჩაინიშნება. მადლობა, დიანა, პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.